ზღვის უბანში მდებარე ყოლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით მექვაბიშვილი შემოგვიერთდა. მოგესალმებით მამა დავით დაგვლოცეთ. მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. მამა დავით დღეს პარასკევია და ჩვენ ტრადიციულად ვსაუბრობთ კვირას წმინდა ლიტურგიაზე წასაკითხის სახარების ეპიზოდის შესახებ, იმ ეპიზოდის შესახებ, რომელიც იკითხება სწორედ ღვთისმსახურებაზე კვირას და პირველ რიგში გვინდა გთხოვოთ რომ შეგვახსენოთ შინაარსი ამ ეპიზოდის და შემდგომ რა თქმა უნდა უკვე გადავიდეთ განმარტებაზე. ვიცით ასევე რომ ორშაბათიდან იწყება პეტრე პავლობის მარხვა და აი საინტერესოა მარხვის დაწყების წინ სახარების ეპიზოდით რას გვახსენებს ეკლესია. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდგომი კვირა არის ყოველთა წმინდათა სახსენებელი ეკლესიაში ყოველთა წმინდათა კვირა ესე ქვია და შემდგომ დღეს ორშაბათიდან მარხვა იწყება პეტრე პავლობის 10 წლის გასახსენებლად და თან ვიცით რომ ამ პერიოდში სადაც ადამიანის ორგანიზმი შედარებით ვერ ღებულობს ცხოველურ საკვებს და მარხვა ძალიან კარგი როგორც გონების ასევე სხეულის დაცვა არის ჩვენი შინაგანი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თავარის არის მარხვაში რომ ჩვენ მისაბაძად ყავდნენ წმინდანები, რომლებმაც გამოვლეს უკვე ის გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ ჯერ კიდევ გასავლელი გვაქვს ეს გზა და რაც უფრო მეტად ვიცით წმინდანების ცხოვრება, ბუნებრივია, მით მეტად არის ჩვენში და იქნება თავმდაბლობა, იმიტომ რომ წმინდანების ღვაწლი მართლაც ენით გამოუთქმელია. როდესაც ჩვენ ვადარებთ ჩვენს თავს წმინდანების ცხოვრებას, ძალიან დიდ სხვაობას ხედავთ ჩვენსა და მათ შორის და აქედან გამომდინარე გარკვეული გულის შემოსრულება ჩდება ჩვენში, რაც ნამდვილად ესათნოება უფალს, როგორც ბრძანებს ის ფსალმუში, მსხვერპლი ღვთისა არ სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხყოფს. კვირა დღეს ეკლესიებში წირვაზე წაიკითხება მათეს სახარებიდან, სამონარიდი მუხლები არის მე-10 და მე-19 თაობიდან. ესე იწყება სახარება, ვინც მაღიარებს მე კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ზეციური მამის წინაშე. ხოლო ვინც უარყოფს მე კაცთა წინაშე, მეც უარყოფ მას ზეციური მამის წინაშე. ძალიან ხშირად, როდესაც მოწამეები გამოდიოდნენ ასე ვთქვათ, უკვე სამშაბლოზე, რომ ქრისტესთვის თავი გაეწირათ, მათი ახლობლები, არაქრისტიანები, რომელთაც გული შეტკიოდათ მათ სიჭაბუკეზე, მათ მშვენიერებაზე, მათ მომავალზე, ესეთ რამეს ეუბნებოდნენ მათ, რომ გულში ყავდეს ქრისტე, მაგრამ ისე ხმამაღლა თქვი, რომ არ ვარ ქრისტიანი, რომ აცდე ამ ტანჯვაწამებას სიკვდილს და გააგრძელო შენი ცხოვრება. მაგრამ უფალს ესე არ უნდა, უფალი გვეუბნება ჩვენ რომ კაცთა წინაშე ვაღიაროთ ის ქრისტე, გულშიც უნდა ყავდეს ქრისტე და კაცთა წინაშეც უნდა ვაღიაროთ. აი რას გულისხმობს ეს აღიარება, ანუ რწმენის საკითხია. ეს აღიარება იმ პირველ საუკუნეებში გულისხმობდა იმას, რომ საჯაროდ უნდა გეთქვა რომ შენ ქრისტიანი ხარ. დღევანდელ რეალობაში, სხვა სიტუაციაში და სხვა მოცემულობაში ვართ, აღარ არის სისხლიანი მოწამეობა და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ესეთ უნდა ვაღიაროთ ქრისტე. რა თქმა უნდა, ეს რაც სახარებაში წერია, აღსრულდა წმინდანებზე, ძირითადად წმინდა მოწამეებზე და ღირს მამებზე, ეს ორი დიდი კატეგორია წმინდანებისა, უთვალავი რაოდენობით წარმოდგა წმინდა ეკლესიაში. ჩვენ შემთხვევაში როგორ უნდა შევასრულოთ ეს სიტყვები, რომ ვაღიაროთ ქრისტე კაცთა წინაშე, ყველას წინაშე, რომ მერე უფალმაც გვაღიაროს თავისი ზეციური მამის წინაშე. დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ხშირად მქონია ალბათ მცდელობა მისა, რომ დავხმარებოდით სხვას სიტყვიერად, რაღაცა შეგვეგონებინა, გვითქვამს ბევრისთვის, რომ წამოდი ეკლესიაში წავიდეთ, მოძღვართან მივიდეთ. და ძალიან ხშირად ამას არ მოყვება შედეგები. უფრო მეტად ყოველთვის ესე იყო, მაგრამ დღეს ადამიანები აკვირდებიან ჩვენს ცხოვრებას. შეიძლება ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ წყალში ჩაყაროს მთელი ჩვენი ეს პედაგოგიური მუშაობა ამა თუ იმ ადამიანის მიმართ. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ პირველ რიგში ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების წესით ვიქადაგოთ და ეს არის ჩვენი ურისხველობა, ჩვენი სიმშვიდე, ჩვენი პრაქტიკული ჩართულობა ქრისტიანული ცხოვრების წესში. ის რომ ტაძრიდან რომ გამოვალთ მეგობრებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც არ დადიან ტაძარში, გქონდეს დიდი სულგრძელება, სიყვარული და დამოკიდებულება და ამაზე მე ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა და კიდევ ის რომ ღვთის წინაშე ვიყოთ გულწრფელები. თუ ღვთის წინაშე როცა ერთ-ერთზე ვრჩებით ჩვენ გულს ვერ უხსნით უფალს, ვერ ვლოცულობთ და არ ვცდილობთ რომ სუფთა სინდისი გქონდეს ღვთის წინაშე, როცა არავინ არ ხედავს და მარტო ღმერთი ხედავს,
ადამიანებთან რო გამოვდივართ, უკვე ეს ყველაფერი მე მაინც თვალსაჩინო ხდება და როცა პირიქით ადამიანი სული და გულით ცდილობს რომ ქრისტიანი იყოს, მისი შინაგანი სინათლე გამოანათებს და ადამიანები მაინც დაინახავენ მის მადმოსილებას, როგორც სახარებაში გვეუბნება უფალი. ესრეთ ბწყინებდი ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათას. აქვე ძალიან ხშირად ხდება ისე რომ ჩვენ ამდენი წელი თქვა ტაძარში დავდივართ ზიარებით და შესაძლოა ჩვენი ქმედებებით ადამიანები დავაბრკოლოთ. აქ საუბარი ხშირად არ არის იმაზე რომ თქვათ ვიღაცები მოვაქციოთ. უფრო პრიორიტეტული კონკრეტულ ეტაპზე შეიძლება იყოს ის რომ ვინმე არ დავაბრკოლოთ ჩვენი ქმედებებით. ალბათ უფრო ჩვენ გვეხება ეს სასულიერო პირებს და იმათ რომლებიც ხშირად დავდივართ ტაძარში ჩვენგან ორმაგად ასე თქვათ ისინი აღიქვამენ ქმედებას და სიტყვას და როგორც იტყვიან უფრო გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მისთვის რომ სხვა არ დავაბრკოლოთ, რადგანაც თუ ვინმე დავაბრკოლეთ, იქნება ეს ნეფსი თუ უნებლიეთ, არ აქვს ამას თქმა უნდა მნიშვნელობა კი აქვს ეხლა თქმა უნდა, მაგრამ მაინც დაბრკოლება შესაძლოა ჩვენზე აღსრულდეს სახარების სიტყვები, რომ ვინც დააბრკოლებს ერთს ამას მცირეთაგანსა, უმჯობესია რომ ეს ისკვილის სხვა გამოიბასა სხვაში დაინთქასო და ძალიან მკაცრი სასჯელი არის, ასე თქვათ, იმ ადამიანებს, რომლებიც სხვას დააბრკოლებენ. პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ სხვას გზა გაუყვალოთ და 21 საუკუნეში, რა თქმა უნდა, დღეს ყველაზე რთული არის ქრისტეს აღიარება. რაღაცნაირად ხედაღამ იმაზე ვიფიქროთ, როგორ ჯერ პირველ რიგში ჩვენ დავიმკვიდროთ ქრისტე გულში და მერე როგორ ვიქადაგოთ ქრისტე. მეც მართლაც ხედაღამ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი გვაკლია იქამდე რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ, მაგრამ ის რომ ჩვენ ამ გზაზე დავდგეთ და ვდგავართ, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის და უფალი ამას ხედავს, ამას გაითვალისწინებს და ფრიად შეგვეწევა. უფალს ჩვენგან არ უნდას ნეიტრალური დამოკიდებულება, ხო? მე ხა ან აღიარებ, ან არ აღიარებ, ხო? ან ისე რომ შეიძლება გულში მყავდეს ქრისტე და არ ვაღიარო. თქვათ არც აღსარება ჩავაბარო, არც ვეზიარო, არც პირჯვარი გადავისახო, არც გულზე ჯვარი ავიკიდო, არც ჩაცმის კულტურა მქონდეს ქრისტიანული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება დიდი ტყუილი. შინაგანსა და გარეგან შორის პირდაპირი კავშირი არის. თქმა უნდა, ხე ნაყოფით იცნობა, მაგრამ იმ ხეს თავისი ფოთოლი, ფურცელიც უნდა ქონდეს და ეს გარეგნული ღვაწლი, გარეგნული რაღაც შესახედაობა ბუნებრივია ქრისტიანს უნდა ქონდეს, რაც ასე ვთქვათ, იქნება ერთგვარი ქადაგება საზოგადოებაში, რომ ის ქრისტიანია და ქრისტიანობა ისევ არსებობს და ისევ ცოცხლობს ამა თუ იმ ადამიანში. უფალი გვეუბნება გამოცხადების წიგნში, რომ შენ არც ცხელი ხარ, არც ცივი ხარ, შენ ხარ ნელთბილი, ამიტომ მეგულები შენი ამონთხევა ჩემი პირისაგან. უნდა ვეცადოთ რომ გულმხურვალები ვიყოთ, დუღარები ვიყოთ სარწმუნოებაში და სწორედ აი ამ გზას გავყვეთ. აი ეს სახარების ეს სიტყვები რომ ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ მას ეციური მამის წინაშე და ვინც არ მაღიარებს, მე არ ვაღიარებ მას. მსგავსი არის სიტყვები, სადაც უფალი გვეუბნება რომ თუ აპატიებთ სხვას, მეც გაპატიებ თქვენ, თუ არ აპატიებთ, მეც არ გაპატიებთ. ძალიან ხშირად იმას ამბობენ რომ მე არ შემიძლია ვაპატიო იმას. პირდაპირ მაშინ ესე მოდის პასუხი ღმერთიდან, თუ შენ არ აპატიებ, მეც არ გაპატიებ შენ. როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ, ისე უნდა მოხდეს. შინაარსის თხრობა რომ გავაგრძელოთ, მაგრამ ბოდიში გიხდით რომ მე მგონი ჩემი შეკითხვით გაგაწყვეტინეთ შინაარსის. კი, აი გავაგრძელოთ და შემდგომი. საკოლებად ხარ შეგეთლება. აი არ ვიცი ვიკითხე. შემდგომი მუხლები უკვე სახარების ესე გრძელდება. რომელსა უყვარდეს მამაი, ანუ დედაი, უფრო ის შემსა, იგი არ შემდა ღირს. რომელსა უყვარდეს ზე, ანუ ასული, უფრო ის შემსა, იგი არ შემდა ღირს. აი მოყვას ის სიყვარული უნდა გახდეს წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ შევიძინოთ და შევიმოსოთ ღვთის სიყვარული, გადავიდეთ ღმერთის სიყვარულზე. თუ ჩვენ მხოლოდ ამაზე დავპაუზდებით და მხოლოდ ახლობლები გვეყარება, ამითი ჩვენ ვერ გავხდებით ჭეშმარიტი ქრისტიანები. ფარისეულებიც ესე არაკეთებენ, უფალი გვეუბნება წარმართების, ისინი თავიანთ მოყვარებს, თავიანთ ახლობლებს ყვარობენ, უყვართ, მაგრამ არ შეუძლიათ სხვების სიყვარული. ქრისტეს სიყვარული
იმას ნიშნავს, რომ შენ მტერიც ისე გიყვარდეს, როგორც საკუთარი შვილი, როგორც საკუთარი დედა. ეს არის უკვე სახარების დეულის სიყვარული და არა თქვათ შვენიერი და დაცემული ბუნებიდან მომდინარე სიყვარული. დაცემულმა ბუნებამ და ზოგადად სოდვამ ჩვენ გაგვაცალმტვერა სიყვარულში, ესე შეიძლება ითქვას და დაგვიტოვა მხოლოდ ეს ახლობლების და ანგარებიანი სიყვარული, აი ვინც შენ პატივს გცემს, რომ ის გიყვარდეს მხოლოდ და მხოლოდ. მაგრამ უფალი გვეუბნება, რომ მტერიც უნდა გიყვარდეს. კი, აი ესეთი სიყვარული თქვენ ვერ გახდებით ჩემი ღირსი. და კიდევ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ გასაგებია, რომ დიდი ინვესტიცია ჩვენი ცხოვრებისეული უნდა ჩაუდოთ საყვარელ ადამიანებში, შვილებში, მშობლებში, მეგობრებში და ასე შემდეგ და მათთან ერთად დრო უნდა გავატაროთ, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ღმერთთან ურთიერთობა და მასთან ერთად დროის გატარება იმ ლოცვაში, ღვთისმსახურებაში, იმიტომ რომ მიწიერი ცხოვრების დატოვების შემდეგ ვინ გვაძლევს საუკუნო ცხოვრების აღქმას? მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე მაცხოვარი, რომელმაც ჩვენთვის თავი გაწირა და უდიდესი სიყვარული დაგვანახა. და თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ქრისტე ყველაზე მეტად გვიყვარდეს, როგორც მომავალში, ჩვენ ისევ და ისევ გამაერთიანებელი და სუფევის მომცემი, როგორც ამ ცხოვრებაში, ისე იმ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. ქრისტეს გარეშე ერთობასაც ვერ შევინარჩუნებთ. რაღაც დროებით იქნება ჩვენი ერთობა და მიწიერი ცხოვრების დატოვების შემდეგ ჩვენი ერთობა გაწყდება, მაგრამ თუ გვექნება ქრისტესთან ერთობა, პარალელურ ცხოვრებაშიც ერთად ვიქნებით და ძალიან ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ უფალი გვეუბნება ერთს და ჩვენ შვილებს ვეუბნებით განსხვავებულს. უფალი გვეუბნება, რომ ვთქვათ, ვიმარხულოთ, ადრე ავდგეთ, ვაპატიოთ, ის ჩემი ლუკმა გაუყო გაჭირვებულს და აქეთ ეხა მშობელს უყვარს მაგალითად შვილი, უნდა რომ მიშვილს არაფერი არ დააგდეს, ვაიმე შვილო არ შეგცივდეს, საჭმელი არ მოგალკდეს, აბა დაიძინე და აი ეს ედმეტი დამოკიდებულებით ხშირად ადამიანში კლავთ. ხა ვინმე არ გაიგოს რომ მშვილზე არ უნდა ეზრუნოს, ედმეტს ვლაპარაკობ ჩვენ ალბათ ამაზეა საუბარი, ხო, იმიტომ რომ ფოტოშორის აქვე გეტყვით მამა დავით და გამოგცემ საუბარი, წეგან რაც ამოიკითხეთ, ხო, ვისაც უყვარდეს ჩემზე მეტად შვილია დედან და ეს ბევრი შეს დაბკოლება ან ფიქრობს რომ აი რა შეთხოვს ღმერთი რომ არ უნდა მიყვარდეს. თორე ღმერთს ჩვენ გვეყარება თუ არა ღმერთი ღმერთს ამით ვერც მოვაკლებთ და ვერც შევუმატებთ ვერაფერს ის სრული სისავსეა და ჩვენით ვერ შევუმატებთ ჩვენთვის არის და ალბათ ამაზეც მე როცა ჩათვლით საჭიროთ ესეც გამარტოთ რა იგულისხმო კონკრეტულად ამაში რა თქმა უნდა უფალი პირიქით გვეუბნება ეხა 10 მცნება გვაქვს ჩვენ მოცემული და 10 მცნებიდან პირველი 4 მცნება არის ურთიერთობა დამოკიდებულება ღმერთთან მიმართებაში როგორ უნდა გქონდეს და შემდგომი 6 მცნება არის ადამიანებთან მიმართებაში და აქედან პირველი არის მშობლების პატივისცემის მცნება თავად ქრისტე მოგცა მაგალითი მშობლების მორჩილების როგორც არის ეს სახარებაში და პირველი სასწაული კანას გალილეაში სწორედ დედის თხოვნით შეასრულა არ გამოწვეულა ჟამი ჩემი მაგრამ აქეთ დედა თხოვდა და ეს შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ხო ეხლა ღვთისმშობელია და უფალია ეციან ურთიერთობა ეს არ თანხდება მაგრამ დედა ეუბნება რომ მოუტანეთ თითქოს აი მაპატიოს უფალმა თითქოს ძალიან სიძლება და ემორჩილება დედობრივი კადენიერება ხო მიუხედავად იმისა რომ არ თანხდება არაბროსულად ჩემი დრო ღვთისმშობელი რომ მოუტანეთ და ასრულებს უპირობლად. ხო და აი ამაზეა საუბარი რომ აი მშობლები უნდა გვიყვარდეს, მშობლებს უნდა ვემორჩილებოდეთ, იგივე შვილები რა თქმა უნდა როგორც ბრძანებს მოციქული მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთ არამედ განზრდენით სწავლითა და მოძღვრებითა უფლისაითა ეს არ არის მარტო რომ თქვათ შვილებმა პატივისცემ მშობლებმაც უნდა სცენ პატივი შვილებს ხო ამას დაწერილია ეს რაც უნდა ამას დაწერეს სადაც ის არის ხანდახან მშობლებსაც გვეშლება შვილებთან მიმართებაში მაგრამ რა იგულისხმება მაშინ რომ ჩემზე მეტად თუ გიყვართ იმიტომ რომ ზოგი პირდაპირ იგებს ამას რომ ესე იგი ჩვენ უფალი უნდა გვიყვარდეს ხადია და თითქოს არ უნდა გიყვარდეს შვილი მშობელი დედა და მოხიშტები და მარტო უფალი უნდა გიყვარდეს და არა და იქვე გვეუბნება ხო ივანე მოციქული შემდგომ კარგად რომ განმარტოს ამ ყველაფერს თუ ის ვინც ყავს არ გიყვარს ნუ იტყვი რომ უფალი ღმერთი გიყვარს და ხედავ თუ ის არ გიყვარს ხო ანუ ჩვენ ყველამ საკუთარ თავში უნდა ჩავიხედოთ ეხა ეს სიყვარული ვის როგორი გვაქვს ეხა აი მაგალითად ჩემი სიყვარული როგორია ქრისტეს მიმართ და მშობლების და შვილების მიმართ თვითონ ადამიანი თვითონ და განსაზღვროს საკუთარ თავში ეს არის უხილავი პროცესი და არის რაღაც მომენტებიც ხან ცხოვრებაში რომ ის მშობელის და შვილის უნდა დატოვო და უნდა გაიქცე ღმერთისკენ მაგალითად არის მაგალითად რაღაც არის ახლა ღვთისმსახურება მაგალითად ახლა კვირაში ერთი დღე გვაქვს ეს დადგენილი თქვა მინიმუმი ესეც თუ არ დავესწარი წირვალოცვას ეს არის აი აპარატზე შეერთებული რო არის ადამიანები აი თქვა მამა დავით ეს ციგულისხმება ამაში სწორედ ეს მინდოდა მეკითხა რომ როცა უფალი ბრძანებს ამას რომ ჩემზე მეტად არ უნდა გიყვართ თუ დგას ესე ციგულისხმება თუ არა რომ ერთი დღე როა კვირა წირვის
ან ერთი დღე გვაქვს რომ მივხვდე ღვთისმსახურებაში იყო რომ ამ დროს ნუ იტყვი იმას რომ შვილის და დედის გამო დავრჩი. ხო ეს და ის იგულისხმება და ის ლოცვა ის დამოკიდებულება გნება ღვთისახელით სიკეთეს კეთება და აი ამ საქმეებში იგულისხმება თუ არა ეს? ერთ-ერთი გამოვლენა ესენი არის ახლა რაღაცა მცირე დიდ დეტალებში ვლინდება უკვე ჩვენი დამოკიდებულება. ანუ საქმეზე რომ მიდგება, აი თქვათ მივდივარ სამარტვილოს, ანუ ქრისტესთვის თავი გავწირო და 100,000 მოწამე ყავს, 6,000 გარაჯელი ბერი ყავს, დავით და კონსტანტინე, არჩილ უარსაბი, შუშანიკი, ქეთევანი, გრიგოლ ფერაძე, თევდორე მღვდელი და ამათ უკან ოჯახები იდგნენ, დედები, მამები, შვილები, მაგრამ თუ რა ვთქვათ რომ ამის გამო არ ვეწამებ. ხო, არა, გვაქვს თქვათ უნდა გავზარდო, უნდა ვასწავლო, რომ დგება რაღაც მომენტები შენ ცხოვრებაში, რომ აი ესეთი არჩევანი უნდა გააკეთო და ეს უნდა დაინახოს შენმა ახლობლებმა, რომ ამითი შენ ხადაგებ უკვე ქრისტეს იყვანს და იმას რაც ამ სახარებაში არის, რომ ჩემზე მეტად არ გიყვარდეთ. და ალბათ ერთი რაღაც გავიწდება ესეც ცირეს მორწმუნეების ბრალია, რომ თუ მაცხოვარი გეუბნება ამას, რომ ჩემზე მეტად არ უნდა გიყვარდეს, ვინც შექმნა მეც, ვინც შექმნა ჩემი ოჯახით, ჩემი შვილი, ანუ ვისგანაც არის გაჩენილი. მერტიდან არის, მერტმა მაჩუკან. მადლიერი არ ვარ. თუ მე ღმერთს აი მე მინდა რომ ღმერთს სიყვარული ამით გამოხატო და იგივე დავუშვათ კვირას მივედი თუ სადღაც წავედი. ეხლა როგორ შეიძლება რომ ღმერთი უპატრონოდ დამიტოვებს, მე იმათ ვისაც მე მგონია რომ ვიზრუნავ? აი მინდა ალექსი შუშანიას ცხოვრებაში არის, რაღაცა ორჭაფობდა ნაბიჯის გადადგმას, მე ვინ მიხედავს შენი მამისას და აი დღეს რო გარდაიცვალო, მაშინ ვინ მიხედავს? ღმერთი. მოდი მაშინ შენს მოგწევ ღმერთის წინაშე, ბერობა ხო ეს არის ამ წუთის სოფლისთვის სიკვდილი და მე ისე მოხდა რომ მისი ოჯახის წევრები, მგონი ყველა სასულიერო პირები მონაზვნებია. მონაზვნობა კიდევ სხვა საფეხურია ვთქვათ, მაგრამ ყველასგან ამას ხომ არ ითხოვს უფალი ვთქვათ, რომ დღეს როგორ არის იცით, აი ისაც რა შეგვიძლია ალბათ, ხო ისე გამოვხატავთ. ვახსენეთ ორი კატეგორია წმინდანების, ძირითადად ყოველთა წმინდათა კვირა, როდესაც არის აი სახარება, რომელიც იკითხება ეკლესიებში, ამ ორი კატეგორიის წმინდანებს ეძღვნება. ერთი ეს მოწამეობა და მეორე ეს უკვე ღირსეული ცხოვრება, ანუ ღირსი მამობა და ღირსი დედობა. და დღეს როგორც ვთქვით, ანუ აღარ არის ეს მონასტრების ავსე ბერებით, აღარ არის ღვიმელობა, ის მესვეტეობა, განდეგილობა, აღარ არის, აღარც მოწამეობა აღარ არის იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო წინა საუკუნეებში. დღეს თუ ადამიანი ცხოვრობს ეკლესიურად, ამ ეკლესიურ ცხოვრებაში თუ მართლა მიყვება სახარების ხმას, ესე იგი, თანამედროვე ადამიანი თავისი ცხოვრების ესით არის წინასწარმეტყველის ის მოციქულიც და ყველა ამ ღვაწლს საკუთარ თავში შემოიკრიბავს, იმიტომ რომ დღეს ესე როგორც არასდროს გართულდა ლოცვა. კი, რა თქმა უნდა, არის ლოცვის სიგნების პირად ვიცით ლოცვები, მაგრამ ძალიან ხშირად მეც ისე ვარ, რომ აი თუ ერთი 5 ჯერ არ თქვი ერთ ეგეო ლოცვა, ძალიან მიჭირს ყურადღების მოკრება, ძალიან მიჭირს. აი მამაოჩვენოს ლოცვა, ხო, ყველა ვიცით, მაგრამ აი ერთხელ წარმოთქვით, ვერ მოხდა ისე, ხო, რაღაც სულიერი ფერისვალება ჩვენში ვერ გავვედით ისე ღმერთთან კონტაქტზე. მე მეორეჯერ ისე უნდა, მესამეჯერ, მეოთხეჯერ და ასე შემდეგ. აი ბიბლიაში არის რომ სამჯერ ლოცვის მაგალითს გვაძლევს, თქვა წმინდა წერილი, იგივე ქრისტე გეციმანის ბაღში, სამჯერ ერთ და იგივე ლოცვა თქვა, პავლე მოციქული სამჯერ შეევედრა ქრისტეს განსაცდელის არიდებას და მე შემდეგ მიიღო პავლემ პასუხი და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ეს სამიც აღარ ყოფნის უკვე და დღეს ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენს გარშემო, ეს ვირტუალური სამყარო შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და როცა ერთად ვართ, მაშინაც შეიძლება ერთად არ ვიყოთ და რაღაცა სხვაგან ვიყოთ გასულები, როცა ღმერთთან ვართ, მაშინაც ვერ ვართ ღმერთთან. ჯერ ადროს ვატარებთ ახლა ღმერთთან წირვალოცვა ძალიან ცოტა ხანი გრძელდება და ჩვენი პირადი ლოცვაც არ არის ხა იმდენი ხანი, ხო, 20-25 წუთი, მაგრამ ამ დროსაც ინტენსიურად შეიძლება 1 წუთიც არ ვიყოთ დაკავშირებული ღმერთთან და აი ეს არის დღეს ყველაზე მეტად გართულებული და თუ ჩვენ ამას შევძლებთ რომ ეს ხანგრძლივობა გავზარდოთ ჩვენი ლოცვის და ჩვენი ღვთისმსახურების და ჩვენი შინაგანი მეცნიერების, ჩვენ სახარებას ვკითხულობთ ქრისტესთან ურთიერთობის, მაშინ რა თქმა უნდა ეს იქნება ყველაზე დიდი ღვაწლი ჩვენს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა ჩვენს ქრისტიანობას განსაზღვრავს ჩვენი ურთიერთობა მოყვასთან, ღმერთთან და მოყვასთან. და აი როგორც იყო არის აღნიშნულ სახარებაში, ვინც არ აიღებს ჯვარს და არ გამომყვება, მე იგი არ არის ჩემი ღირსი. დღეს იმას ვაკვირდები, რომ განსაკუთრებით გვიჭირს ჯვრის აღება. პასუხისმგებლობის აღება. ეს არ არის მარტო ის, რომ მე ვთქვათ, ეკლესიაში სიარული დავიწყო. ჯვრის აღება არის ვთქვათ, ოჯახთან მიმართებაში, იგივე საკუთარ თავთან მიმართებაში.
დღეს სამწუხაროდ აღარ იქნება ისეთი სიმრავლით ოჯახები, რო ვაკვირდები. ახალგაზრდობა, რომელიც ჩემს გარშემო არის, ძალიან ხშირად ვეუბნები, რომ აშვები, არ ხოვდები, ცოლი არ მოყავს და დღეს ეს ძალიან გვჭირდება, რომ წინა საუკუნეებში, როცა 1000-ობით, 10000-ობით ბერები იყვნენ მონასტრებში და ქართველიერი ყველანაირად მრავლდებოდა, დღეს სამწუხაროდ ამაში მოვიკოჭლებთ და გვახსოვდეს პავლე მოციქულის სიტყვები, რომ ქალი ცხონდება შვილების გაჩენით, თქვათ, რომ ის ქალის დიდი წარმატება არის, რომ ის დედა გახდეს. ყველა ჩვენთაგანი პოტენციურად დედები და მამები ვართ, ხო? მამაკაცსა და დედაკაცსაც შექმნა ღმერთმა ადამიანი. ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენ კარგი ოჯახები გვყავდეს. ერთ-ერთი დიდი წარმატება ქრისტიანებისთვის არის ის, რომ კარგი ოჯახი ყავდეს მას, კარგი მეუღლე იყოს, კარგი ცოლი იყოს, კარგი შვილი იყოს და ასე შემდეგ. იგივე პასუხისმგებლობის აღება ქრისტიანულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ხომ, ყველაზე მთავარი რაც არის. ესე ამბობენ ხოლმე, მე ნაზიარები ვარ. და ამით მთავრდება. ერთხელ ვარ ნაზიარები ცხოვრებაში და აღდგომას ეზიარა და საკმაოდ. ან თქვა სახარება წაკითხული მაქვს. ხო, თვითონ რომანი გადაიკითხა. 50 წელზე წავედი ალბათ უკვე და ჯერ სად ვარ, ეხლა ფიქრობ, ჯერ არც დამიწყია სახარების კითხვა. ძალიან ღრმა არის სახარება და წმინდა წერილი. და ეს არის ჯვრის აღება, რომ ზიარებით ვიცხოვროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სახარებიდან, რომ ქრისტესთან უამრავი ადამიანი იყო და როგორც კი დაიწყო ქრისტემ ქადაგება ზიარების შესახებ, იქვე წერია, რომ მრავალნი მოწაფეთა მისთაგანი უკუ იქცეს და მოციქულებს ეკითხება თქვენს ხوار გინდა წასვლა. ცოტა რთულია ხო, რა თქმა უნდა, ეხლა რომ ჩვენში დაცემული ბუნება, რაღაცა 1000 გვარი მისწრაფებები არის, რომ ეს ყველაფერი მე გავწიო გვერდზე, ჩემი ეგოისტობა, ჩემი სივრცეები, ჩემი კომფორტის ზონა და დავიწყო ცხოვრება ისე, როგორც უფალი მეუნება. აიღე შენი ჯვარი და გამომყევი მე. და ეს არის ალბათ ყველაზე მეტად რთულად შესასრულებელი, მაგრამ ღმერთი შეგვეწევა აუცილებლად რომ მე შევასრულო და აი ამის შემდგომ ვხვდები ჩვენ ქრისტეს ღირსები და ეს არის მაცხოვნებელი და ამით იწყება ახალი ცხოვრება. თუ საკუთარ თავს არ გავწირავთ ქრისტესთვის, დავიღუპავთ საკუთარ თავს, ხოლო თუ საკუთარ თავს გავწირავთ ქრისტესთვის, მაშინ ქრისტეს მოვიპოვებთ. ძალიან დიდი მადლობა მამა დავით ესეთი საინტერესო განმარტებისთვის. ჩვენ შევახსენოთ მაყურებელს, რომ ვისაუბრეთ სახარების იმ მამონარიძე იმ ეპიზოდზე, რომელიც კვირას ღვთისმსახურებაზე იქნება წაკითხული და როგორც წესი შემდგომ ქადაგების დროს განმარტავენ ხოლმე მოძღვრები და 20 წუთი 25 წუთი არ არის საკმარისი. თუ დავესწრებით და ამ განმარტებასაც მოვისმენთ, ალბათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხოთაშ აქვე ამბობენ ყველა მოძღვრზე მომისმენია და ჩვენ თავადაც დავაკვირდებით, რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ სახარებზე, ვიკითხოთ სხვანაირად ისმინება ღვთისმსახურება, იმიტომ რომ სხვა მოდელი ეგ ცხადია და განსაკუთრებული ამ დროს მეორე ნაწილიც იყო, მაგრამ ალბათ წირვაზე, ამიტომ თქვი სწორედ რომ დანარჩენი ვთქვათ მოვისმინოთ წირვაზე, დანარჩენი შინ არის განმარტება.